4 ოქტომბრის საქმეზე ახალი დაკავებულების პროცესები მიმდინარეობს. რამდენიმე მათგანს აღკვეთ ღონისძიებას სულ ცოტა ხანში შეუფარდებენ, ნაწილს კი სავარაუდოდ უკვე ხვალ. ივანიშვილის რეჟიმი რეპრესიების გაძლიერების პარალელურად საგანგებო რეჟიმში ამუშავებს სასამართლოსაც, რადგან სხდომები დაკავებების მსგავსად ღამის საათებში იმართება ძირითადად და საპატიმრო განაჩენებიც ერთმანეთის მიყოლებით გამოაქვთ. რა ხდება ახლა სასამართლოში? ლიზი ვეკუა დეტალებით. წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული 45 პირისგან 7-ის სასამართლო პროცესი. ესენი არიან მამუკა ლაბუჩიძე, კონსტანტინე კოკაია, ვლადიმერ გველესიანი, ნიკა გვენცაძე, გურიელ ქარდავა, ბათუმელი მედროშე, ზურა ჭავჭანიძე და კობა ეპიტაშვილი. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა უნდა იმსჯელოს ამ ადამიანების სასამართლოს ხდომაზე, შეუფარდებენ თუ არა მათ პატიმრობას აღკვეთი ღონისძიების სახით. ჩვენ ვესაუბრეთ უფლებადამცველებს, ადვოკატებს და ისინი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ის მუხლები, რომლებიც არის წარდგენილი ამ პირების მიმართ, არის სრულიად უკანონო. რეალურად ვიდეო კადრებში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, არ ჩანს მათი ბრალეულობა. სწორედ ამიტომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში მათ საერთოდ არ უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე. მათ მოლოდინი აქვთ იმისა, რომ მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი ამ მოქალაქეებს დატოვებს პატიმრობაში. როგორც ისინი ჩვენთან საუბრისას ამბობენ, არც ერთი ბრალდებული თავიანთ ბრალს არ აღიარებს. მას ედავებიან სახელმწიფო ობიექტის ხელში ჩაგდებასა და შეჭრას, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. რა თქმა უნდა, აღნიშნულიდან გამომდინარე და ის მტკიცებულებები საფუძველზე, რაც გადმოგვცა ბრალდების მხარემ ამ ეტაპზე, არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება იმის, არც ვიდეო და არც რაიმე წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ზურაბ ჭავჭანიძემ განახორციელა ძალადობრივი ქმედება. ამასთან ერთად მხოლოდ კადრში რამდენიმეჯერ მოხვდა და თავისთავად ეს იქნა მიჩნეული იმის საფუძვლად, რომ ზურაბ ჭავჭანიძეს წაყენებოდა ბრალი. რა თქმა უნდა, კატეგორიულად არ ეთანხმება აღნიშნულ ბრალს, დღეს ის სვლად ისაუბრებს სასამართლო პროცესზე ამასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ბრალი არ წარუდგენიათ გუშინ დაკავებული 9 პირის მიმართ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგისგან შევიტყვეთ, რომ კიდევ 9 პირი არის დაკავებული 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით. ისინი არიან გადაყვანილი როგორც ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში, ასევე დიგმის მთავარ სამმართველოსთან არსებულ წინასწარ იზოლატორში. სამოქალაქო აქტივისტებმა ნაწილი მათგანის იდენტიფიცირება მოახდინეს. ესენი არიან ამირან დოლიშვილი, ირაკლი ჩხვირკია, გიორგი ჩახუნაშვილი, რამაზ მამულაძე და ქალი ია დარახველიძე. ზაჰესის წინასწარი მოთავსების რამდენიმე წუთის წინ დატოვა 21 წლის ამირან დოლიშვილის უფლებადამცველმა, რომელიც ამბობს, რომ ამირან დოლიშვილი დააკავეს გუშინ საცხოვრებელ სახლში, მას ბრალი არ განუმარტეს, რის საფუძველზე აკავებდნენ მას და ასევე მას მიაყენეს ფიზიკური დაზიანებაც. სპეცრაზმელებმა, როგორც უფლებადამცველი ამბობს ჩვენთან საუბრისას, ბრალს სავარაუდოდ დაკავებულს დღის ბოლომდე წარუდგენენ. ბრალის წარდგენა ჯერ არ მომხდარა, შესაბამისად არ ვიცი რა ქმედება შეიძლება ედავებოდნენ. ჩემი ინფორმაციით ის შიგნით არ შეჭრილა. იგი იმყოფებოდა ნამდვილად ადასტურებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, შესასვლელ ეზოსთან. ასევე ადასტურებს, რომ იმყოფებოდა პარტიის ოფისთან. მისი დაკავება მოხდა მის საცხოვრებელ სახლში. მინდა ხაზი გაუსვა მის არასრულწლოვან ძმასთან ერთად. მისი არასრულწლოვანი 12 წლის ძმა იმყოფებოდა ამ დროს სახლში მხოლოდ. და დაკავების დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას. ამბობს, რომ ერთ-ერთმა სპეცნაზმა მას დაარტყა სახეში საკმაოდ მძიმედ დაკავების დროს. 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დაკავებულია 45 პირი. ასევე ისინი იუწყებიან, რომ მიმალოში იმყოფება 4 ადამიანი. თბილისის საქალაქო სასამართლოში წუთი-წუთზე დაიწყება 7 პირის პროცესი. ასევე წინა დღეებში ჩატარდა სასამართლოს ხდომები, სადაც დაკავებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. ბრალის მოლოდინში არის კიდევ 9 დაკავებული პირი.